ბრალდების ხარის შემდგომლობა ეხებოდა აღკვეთილების სახით პატიმრობის გამოყენებას, მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების ხარის შემდგომლობა, კერძოდ ორივე ბრალდებულთან მიმართებაში გამოიყენა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, აგრეთვე ბრალდებულებს აეკრძალათ დაზრალულთა მიახლოება წინა სასამართლოს ხომის გამართვამდე და კვირაში ერთხელ პროკურორთან გამოცხადების ვალდებულება. ბრალდების მხარე მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლოს გამომტანი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს კანონით ვადაში. ერთ ბრალდებულს ბრალი ედება 126-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ასევე ბრალდების ფორმულირება გულისხმობს იმას, რომ დაზარალებულის მიმართ განხორციელდა ძალადობა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ხოლო მეორე ბრალდებულთან მიმართებაში მეორე ბრალდებულს ბრალდება ედება მუქარის ეპიზოდთან მიმართებაში და აღნიშნული ფაბულაც გულისხმობს სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივს. რატომ არ არის მითითებული ეს მაკვალიფიცირებელ გარემოება, ამ სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობა? პრობლემა არის, რომ არ არის ეს მაკვალიფიცირებელი გარემოება. თავად ბრალდების მხარეს, ანუ მხედველობის მიმართ არ დარჩენია ეს გარემოება, როგორც უკვე აღნიშნეთ, ბრალდების ფორმულირება მოიცავს სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ერთ შემთხვევაში ძალადობას, ხოლო მეორე შემთხვევაში მუქარას. მაგრამ არ არის ეს მაკვალიფიცირებელი გარემოებაო. თავად ან მუხლი 126-ე მუხლი როგორც დამამძიმებელი გარემოება და ასევე 151-ე მუხლი როგორც დამამძიმებელი გარემოება შეუწყნარებლობის მოტივით სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დანაშაულის ჩადენას არ ითვალისწინებს, ანუ ესე დამამძიმებელი გარემოება არ არსებობს აღნიშნულ მუხლებთან მიმართებაში. მივიჩნევთ, რომ სასამართლომ ობიექტურად შეაფასა როგორც მტკიცებულებათა ნაწილი, ასევე ბრალდებულების პოზიციები. წარმოდგენილი იყო ორივე ბრალდებულის მხრიდან ბოდიშის ხელწერილი, დაზარალებულის მიმართ. კი ბატონო, მათი პოზიცია არის ის, რაც გაჟღერდა დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე. შესაბამისად, სასამართლომ აბსოლუტურად სწორად შეაფასა ჩვენი შეფასებით ყველა ის გარემოება, რაც გაჟღერდა. სამწუხაროდ უფრო დეტალებში ჯერჯერობით ბრალდებულებთან დამკვირდება ალბათ ამ საკითხების გავლა, რადგანაც ისეთი სერიოზული მოტივი როგორც ასეთი ბრალდებულებს არ ქონიათ, როგორც ჩანს ცოტა ნასვამობასთან დაკავშირებული საკითხი იყო, თუმცა ბუნებრივია მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს გარემოება პასუხისმგებლობის გამომრიცხავი ვერ იქნება. ისინი ადასტურებენ ასევე იმ გარემოებას, რომ სექსუალური შეუწყნარებლობის მოტივი. აი მანდ ალბათ ბრალდების მხარეს იმიჯელებს, იმიტომ რომ საქმის მასალებიდან ესე კაფეოდ გამოხატული მსგავსი мотиваცია არ იკვეთება ჩვენი მოსაზრებით, ამიტომ ალბათ შემდგომ ეტაპზე ბრალდების მხარეს ბრალდების ფორმულირებასთან დაკავშირებით იმიჯელებს. ეთანხმებით წარდგენილ ბრალს. რა იყო მოტივი თქვენი? მანამდე იცნობდით კობა ფარტენაძეს? წარდგენილ ბრალს აღიარებთ. ეთანხმებით ბრალდებას. რა მოტივი გქონდა, შეგიძლიათ გითხრათ? ისეთი სასაცილო გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, რომ მისი მეგობრებიც კი ამბობენ, რომ რა დაემართა ამ ადამიანს, როცა ფაქტები რო არ ქონდა, იმ ხალხსაც კი უფარდებდა პატიმრობას. მოსამართლე ეკატერინა კუკულაშვილმა მიიღო დღეს გადაწყვეტილება, რომელიც აი სიტყვები არ მყოფლის, როგორ შეიძლება შევაფასო, ის ამბობს, სოფლიო გაიგებს, დღეს მოსამართლე გახდა ყველაზე უსამართლო გადაწყვეტილების გამომტანი და ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა იმედია სხვა მოსამართლეები იფიქრებენ და დასკვნა იქნება სამომავლო და სასჯელი ისეთი როგორცაც ის საზოგადოება ელოდება, რომელიც მხარს მიჭერს და ესენი ბევრი არიან.